Χριστός Ανέστη γέροντα. Χριστός Ανέστη. Χριστιάχτα. პირველად არის რომ ტელეხიდების ამ ფორმატს მიმართავ. ქართველები იქნებიან დღეს ყურადღების ცენტრში, მაგრამ რა თქმა უნდა გვისმენენ და მონაწილეობენ სხვაებიც. პასექის პერიოდი გვაქვს ახლა. მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებით ამ პერიოდში ხავს ხას აღდგომას. ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ეს, რადგან როგორც პავლე მოციქული ამბობს, დრეთით აღდგომა რო არ არსებობდეს, ჩვენი რწმენა ამაო ფუჭი იქნებოდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თვალწინ მარადი ზვარი და ჯვარცმა, მის უკან ყოველთვის აღდგომას ხედავს. რადგან ყველაფრის უკან ყოველთვის უნდა იყოს აღდგომა. ქრისტემ ჯვარი შეიყვარა, იმიტომ რომ შეიყვარა ადამიანი. მაგრამ ის რაც თქვა მამაო განვაშორე ჩემგანო სასმელი ესეო სასმისიო, იმიტომ კი არ თუ უნდა ამ სასმელის აცილება, როგორც ზოგიერთ ფიქრობს, რომ ეშინოდა თუმცა არამედ სხვა რამეს ნიშნავდა. ნუ დაუშვებო იმას, რომ იმათვის ვისთვისაც თავს ხირავ, ვინცო ბოლომდე შევიყვარეო, ნუ დაუშვებ იმას, რომ ამათმა მაცვან ჯვარს. ძალიან მძიმეა, მაგრამ ესეც მოხდა სამწუხაროდ. თანაც გაუგებარი რამ არის ქრისტე ღმერთ კაცი, მაგრამ ისინიც ვინც მისი ღმერთის აწამდა, ხედავდნენ რომ განსხვავებული კაცი იყო, რალღვეულებს აღადგენდა, მკვდრებს აღადგენდა. სამჯერ არის სახარებაში მკვდრის აღდგენაზე ლაპარაკი. ნაინის ქვრივი შვილისა, იაიროსის შვილისა და არის ლაზარე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ეს სამი კაცი აღადგინა. როცა ამბობს მახარებელი, რომ სხვა სასწაულები და ყველა რო დავწეროთო მთელი სამყარო ვერ დაიტებს ამ სასწაულებსო, გულისხმობს მკვდრების აღდგენას. და მიუხედავად ამისა, რომ ასეთი განსხვავებული კაცი იყო, მაინც ჯვარს აცვის. ეგ არის დაცემული ადამიანის საქმედების შედეგი. აღდგა ქრისტე, ერთხელ 500 კაცს გამოეცხადა ერთად. პირველ რიგში დედამის წმინდა თავის წმინდა დედას გამოეცხადა. პირველი ვისაც გამოეცხადა იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მერე გამოეცხადა მოციქულებს და რაც მთავარია არ გამოეცხადა იმათ, ვინც იგი ჯვარს აწვის. შეეძლო პილატეს გამოცხადებოდა და ეთქვა, აი ხედავ, მე აქ ვარ. მაგრამ არ გამოეცხადა არც მწიგნობრებს, არც ფარისევლებს. რატომ? იმიტომ რომ ქრისტე ეცხადება იმათ, ვინც მას ეძებს, ვინც მათ ელოდება, ვინცაც იგი უყვარს, ვინც მას ემსახურება. ისინი ვინც მას მიიღებენ და შეიწყნარებენ. მათ ეცხადება, ვისაც უნდა მასთან კონდეს ურთიერთობა. ეხლა ვამზადებთ რუმინულ ენაზე ორენოვან ფსალმუნს. წიგნი, ფსალმუნების წიგნი იქნება ძველი ბერძნული და კრიტიკული გამოცემათ. და მარჯვნივ იქნება რუმინული თარგმანი და თან ექნება ბიზანტიური მინიატურების შიგნით, როგორც ძველ ხელოვნებაში. და რადგან მეც მინდა რომ გადავხედო ამ წიგნს როგორ იქნება რა, ფსალმუნებსაც უფრო ხშირად კითხულობ. უხარია გულს როცა კითხულობს ფსალმუნს, იმიტომ რომ სულ არის უსხეულო ღმერთის სიტყვაზე. ჩვენც იგივე სიტყვებით კითხულობთ, იგივე სიტყვას კითხულობთ, იგივე ფსალმუნებს კითხულობთ, ოღონდ უკვე განკაცებული ღმერთის სიტყვის ძალიან გულიშემძვრელი, რადგან ძველი აღთქმის უსხეულო ღმერთის სიტყვა იგივე რაც ახალ აღთქმაში განხორციელებული. ახალ აღთქმაშიც იგივეა. და ამბობს მეო სიკვდილი დავამარცხე. რადგან მკვდრეთი თავდექნია. ამას გვეუბნება სანამ ამაღლდებოდა ცაში, რადგან რათა გამემხნევებინეთ. და ამბობს მომეცაო ყოველი ხელმწიფება ცათაშინა და ქვეყანასაზე. ეს არის ქრისტე, ღმერთკაცი ქრისტე, რომელმაც ბოლომდე შეგვიყვარა. ჩვენც ეს იგვიყვარს და ისიც გვასწავლა, როგორ შევიყვაროთ ჩვენ იგი. ვისაც ჩემი ცნებები აქვსო და იცავს მათო, ის არისო, ვისაც უყვარვარო. დავიცვათ მისი მცნებები და იქ ცნებების დაცვაში შევეხებით მას და ვიქნებით მისი ზიარები. არა მარტო ამ ქვეყნად, არამედ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
Πάτερ Θεόδωρε, σας δίνω το λόγο εσάς. მამა თეოდორე, ეხლა Γιατί εγώ თქვენ είμαι გაქვთ πολύ სიტყვა. λόγος. Χριστός Ανέστη, გერონდა. Αληθώς ქრისტე είναι. აღდგა. გერონდა რომ საუბრობდა ფსალმუნებზე, გულში გამიხარდა. ამას ყოველდღიურად ვკითხულობ ფსალმუნებს. Πολύ έκανα καλά. მახარებს ის ცოცხალის არცაკეთ. სიყვარული, რაც დავით ფსალმუნეს ჰქონდა თვის მიმართ. კი. მახარებს ის, რომ ის რასაც ესწრაფოდა დავით ფსალმუნე ჩვენთვის რეალობად იქცა. გერონდა, როდესაც ქრისტე არსებს ეკლესიას, ეკლესიის მიერ აღდგომის, ჯვარცმის, გოლგოთის და საიდუმლო სერობის ობიექტური სინამდვილე ჩვენს რეალობაში შემოყავს. ეკლესიის მიერ Τι. კერძოდ ეკლესიის არსი რაც არის ევქარისტიული მსახურების მიერ ეს 2000 წლოვანი პერიოდი თითქოს ამოჭრილია და ჩვენ რეალურად ვიმყოფებით და რეალურად განვიცდით საიდუმლო სერობაზე მყოფობას და გოლგოთაზე მყოფობას და ასევე აღდგომის სიხარულს. ხომ არ გვეტყოდით ორიოდე სიტყვას თქვენეული გამოცდილება როგორია გოლგოთის საიდუმლო სერობის და აღდგომის რეალური განცდის შესახებ, როცა თქვენ ლიტურგიას აღასრულებთ. Η Θεία Λειτουργία როგორც ბრძანეთ, წმინდა είναι και წირვა Γολγοθάς, ყველაფერია όπως ერთად. είπατε, არის გოლგოთაც, სტαυρός, ჯვარცმაც, საფლავიც, აღდგომაც, και ყველაფერი τάφος και ერთდროულად. Ανάσταση. ალბათ Αυτά ამას βιώνονται κατά განიცდის την თითოეული κατάσταση του თავისი სულიერი და მდგომარეობის მიხედვით. Μα δεν ყველა πρέπει ვინც εμείς მონაწილეობას εμείς იღებს ιδιαίτερα, αλλά και საფრთხო όλος ο წირვაში, κόσμος მაგრამ που ალბათ Πρέπει να მასაკუთრების προετοιμαζόμαστε, πρέπει να προσέχουμε, უნდა ვემზადებოდეთ. πρέπει να προσέχουμε τη იმისთვის. ζωή μας ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ზოგადად και ფრთხილი να და μπορέσουμε, პროდუქტივიანი, რათა διότι οι Άγιοι როცა Πατέρες წმინდა όταν მამები μιλήσαμε, წირვაზე μας ლაპარაკობდნენ, είπαν ότι ο Χριστός είναι παρόν, გვასწავლეს, რომ აორატო წინასწარ სინონ. ქრისტე არის, როგორც ვამბობთ ლოცვაში, უხილავად თანამყოფი ჩვენთან. αλλά όμως მაგრამ ετώνησαν την αίσθηση του μυστικού. მაგრამ ხას უსვამდე, რომ Και η მნიშვნელოვანია αίσθηση είναι ქრისტიანს და ανάλογα, განსაკუთრებით ανάλογα με την καθαρότητα της καρδίας που έχει ο ჰქონდეს καθένας. გამოცდილებისეული შეგრძნება ამ საიდუმლოსი და რაც მოდის იმის და მიხედვით თუ რამდენად სუფთა ცხოვრება და გული აქვს ადამიანს. Εμείς მაგალითად είχαμε ისე στον ჩვენ γέρο მოძღვარს μας მამ ο οποίος ήταν იოსებს მოვიყვან. მისთვის ήθελε წირვა ένας იყო, ტრილος რა γι' გითხრათ, αυτό. ბლოვა და ქვითინი, ტირილი, ყველა Κάθε წირვა, τελετουργία. უკლები. Και μάλιστα όταν το რატო ρωτούσα, ტირი ხართ მეთქი რომ γιατί κλαις ეკითხებოდი? τόσο πολύ. Και μου έλεγε, παιδί μου, από την წუთიდან ώρα που რომ αρχίζει η იწყებაო Θεία წირვაო, Λειτουργία, იმ χάρη უფალიო να ερμηνεύει την γέρωση του ღმერთი Θεού ქრისტეს წარმოცალიერების, განკაცების, თავის დამდაბლების საიდუმლოს მიხსნისო Και და δεν μπορώ να ამისო გადატანა ტვირთვა არ შემიძლია. მარტო Μόνο ტირი ვარო. აი თქვენ გერონდა ახსენეთ საიდუმლოებრივი განცდა ღმერთის რეალობისა ლიტურგიის დროს. ჩვენ ხშირად პროტესტანტები გვეუბნებიან, რომ ღვთის ერთგულები არიან, იმიტომ რომ ღვთის სიტყვა ესმით, სახარებაში ცხოვრების წესსაც ნახულობენ ქრისტესი. როცა ჩვენ მივანიშნებთ ხოლმე ღმერთის საიდუმლო განცდაზე, მისტიკაზე, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენს განვიცდით. ჩვენ ვეუბნებით, რომ ადამიანი ზოგადად საიდუმლო არსებაა და ყველაფერში მისტიკას ნახულობს. ათეისტებსაც კი თავისი მისტიკა აქვთ, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ თავარი არის ის საიდუმლოება, ის მისტიკა, რომელიც ქრისტე მოიტანა. რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება მათთან, პროტესტანტებთან და რამდენად მტკიცია ეს არგუმენტი, თქვენი გამოცდილება რო გითხრათ. Οι προτεστάντες δεν პროტესტანტებს έχουν πείρα ცხოვრების პურის του αυτού გამოცდილება της არ ζωής. აქვს. Η μεγαλύτερη ღმერთის სიტყვა არ ευλογία არის ყველაზე დიდი δεν είναι ο წყალობა λόγος του ღმერთისა. Θεού. Τον იმიტომ έσωνε რომ και ο სიტყვის Σάς მოტანა αυτός უსხეულო ღმერთის სიტყვასაც შეეძლო. στην καινή ხალი περίοδο, აღთქმის στην პერიოდში Αγία Διαθήκη, ο ქრისტე Χριστός სხვა ήταν რამისთვის εδώ. Όχι მოვიდა, να არა μας მარტო δώσει იმისთვის, λόγο. რომ სიტყვა მოეცნო Ήταν და να μας δώσει მთელი αυτόν თავისი τον თავი εαυτό მოეცა ჩვენთვის. Γι' αυτό και είπε ამიტომაც λάβετε, გითხრა φάγετε, τούτο მიიღეთო, εσύ το σώμα ჭამეთ και და πείτε εξ სვითვამის αυτού πάντες, τούτο εσύ το ყველა αίμα. მოხორ, სადგან ეს არის Η σάφηση είναι αμαρτιών. მისადევრბელად ცოდვა. Άρα λοιπόν αυτοί που Εις δεν έχουν αμύθι αυτό το არ τυπικό, ცხოვრობს, αυτόν τον τρόπο ζωής, δεν είναι არ στην დგას ορθή სწორგზას. οδόν. Δεν λατρεύουν τον სწორად Θεό არ σωστά. იმსახ, რადგან Διότι ο άρτος της ცხოვრების ζωής პური σου არის εξ რა ουρανού არის, καταβάλλει. არის ქრისტეს ხორცი. Γι' αυτό ამიტომაც και η μεγαλύτερη ყველაზე ασκητική πράξη მნიშვნელოვანი είναι ასტირ θελουσία. მარტო είναι ცხოვრების, αναφορητής. განჩორებულის მეუდაბნოეც არ შეუძლია რომ Δεν μπορεί არ να μη συμμετέχει στη იმონაწილეოს Θεία წირვაში. Το რადგან αποκορύφημα των ღმერთის ευλογιών, ყველა გვინი და η Θεία Λειτουργία. ზენითი არის
წმინდა წირვა. Του ანუ τεστ το მისი σώμα και ხორცი το და αίμα. სიცხე. Ο γέροντας μας έλεγε, იოსები გვეუბნებოდა φανταστήκατε ხოლმე, ποτέ να აქ είμαστε მონაზვნები μοναχοί ვართ, εδώ και να ψάλουμε, გამისტევები να ქონდესო, κάνουμε წუხრები, ακολουθίες, ცისკრები. αγγελίες, πολλές ώρες, და რო არ αλλά არსებობდესო, να μην ზიარება რო არ είχαμε არსებობ. τι κοινωνία. Θα ძალიან γινόταν, τι θα დიდი κάναμε. იქნებოდა ვანს. Και βλέπει κανείς αυτός που ვინც μετέχει στην ეზიარება κοινωνία, იმან იცის და რა κοίτα πώς სარგებელი μεγάλος აქვს. είναι. Ευχαριστώ πολύ. გერონდა, აი ესეთი პრობლემა არსებობს კიდე. არსებობს ნამდვილი ღვთისმეტყველება და არსებობს სასკოლო ღვთისმეტყველება. ბასილი დიდის ლიტურგიაში საოცარი ღვთისმეტყველება არის მის საიდუმლო ლოცვებში. Ο Άγιος Σοφρόνος წმინდა სოფრონი ამბობდაო έλεγε ეს ότι τα ექსიდან. μεγαλύτερα δύο θεολογικά κείμενα ყველაზე που ორი υπάρχουν დიდი στην ტექსტიო, ყველაზე ღვთისმეტყველური ტექსტი ეკლესიაშიო არის იოანეს სახარება, ბასილი დიდის წირვა. და აი თან როგორ არის ეს საოცარი ღვთისმეტყველება ისია შერწყმული საიდუმლო მსახურებას, რომ ღვთისმეტყველება არის ლოცვა. είναι χαρισματικός როგორც Άγιος Μεγάλος იაკობის Βασίλειος. პლიზმაც Και ο Άγιος Χρυσόμος, ისე βέβαια και ο Άγιος მისი Ιωάννης ძირვაც ο αδελφός ჩვენიერებ. Εμείς εδώ στην იცით რომ იაკობის ძირვა გამოვეცით ხელნაწერებიდან λειτουργία του Αγίου და არ არის τόσο ისეთი μεγάλο όπως გრძელიო როგორც აქამდე και ვიცოდი. τη λειτουργία την προηγιασμό აღმოაჩინეთ იაკობის პირველ შეწირულიც. ანუ იერუსალიმური პირველ შეწირულის ძირვა. დიდებულია. და ფაქტობრივად შეიძლება ასე ვთქვათ, აი ესე კითხვა ესე რომ დაისვას, ან საკითხი. ლიტურგია როგორც ნამდვილი თეოლოგია. Sorry, ხო ეს სიტყვათაც ხო. Βέβαια, ანაფორა δηλαδή. βέβαια. Η Δια. Θεία Αναφορά είναι η κατεξοχή θεολογία. წმინდა ანაფორა, ანუ ევქარისტიული კანონი არის სუმირება რა ღვთისმეტყველებისა. ესეთი აი იგავურის სახე რო წარმოვაჩინოთ სიმფონიური ორკესტრი, რომელიც შედევრს ასრულებს. მაგრამ როგორი შედევრიც არ უნდა იყოს, როგორი კარგი დირიჟორიც არ უნდა ყავდეს, თუ ინდივიდუალური შემსრულებლები არ ვარგას, სიმფონია არ გამოდის. რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის პირადი ინდივიდუალური მსახურება და ევქარისტია, ეს ერთად რო განვიხილოთ, ანუ ესე რომ ვთქვათ, ისიქაზმი და ევქარისტია. პირველ რიგში წირვაში არის მთავარი რა Διότι თქმა αν უნდა, έχει μια πνευματική κατάσταση Λύσου επιρρεύσει ο για λειτουργός, თუ მღვდელს Πότε θα აქვს სულიერი επηρεάσει მდგომარეობა και და θα ვალდებულია εμπνεύσει რომ και კონდეს θα სულიერი μდგομარეობა, მაშინ თანამყოფთან αλλά και αυτοί που παρίστανται πρέπει να να είναι καθαροί την καρδία მაგრამ იმათმაც რომ ეს მადლი και να έχουν την απόλυτη ανέστηση για την κοινωνία με τον Χριστό. შესაბამისი უნდა მათაც კონდეთ სულიერი მუშაობა საკუთარ თავზე. ორი უკიდურესობა ვფიქრობთ არსებობს. ერთი უკიდურესობა, რომ იშვიათად მონაწილეობენ ევქარისტიაში და უფრო მეტად ცდილობენ ასკეტურ ცხოვრებას. მეორე უკიდურესობა, როდესაც ხშირად მონაწილეობენ ევქარისტიაში და ასკეტურ და სინანული ცხოვრებას უგულებელს ყოფენ. Ούτε το ένα είναι σωστό, ούτε το άλλο. არც ერთი არ შეიძლება და არც მეორე არ არის სწორია. არც ასკეტური ცხოვრების აბსოლუტურება შეიძლება წმინდა წირვის გარეშე Αλλά ούτε αυτοί που κοινωνούν συνεχώς და არც ის შეიძლება რომ კაცი სუეზიაროს და να έχουν την მოღვაწეობა არ ανάλογη ქონდეს. ασκეტική ζωή. წმინდა მამებმა ასე გვასწავლეს მამაო. თუ ვიმონაწილეოთ წმინდა წირვაში, მაგრამ ყოველთვის Γι' αυτό βλέπετε όταν ένας εμπίπτει σε θανάσιμα αμαρτήματα, განსაკუთრებით თუ კაცს δεν δικαιούται να συμμετέχει στη Θεία στο Θείο Σώμα και αίμα. Μπορεί να είναι παρόν στη შეიძლება τελική, იყოს წირვაზე, მაგრამ αλλά δεν δικαιούται να κοινωνεί του σώματος και αίματος. ვერ ეზიარება სისხლსა და ხორცს ქრისტესას. Θα πρέπει να προσεχτούν πάρα πολύ. ამ ეგეთ რამებს ძალიან დიდი Διότι η ყურადღება βάση της სულიერი Ορθόδοξης ცხოვრების Καθολικής საფუძველი είναι η არის καθαρότητα, სისუფთა είναι η ლუგიწოება. αγνότητα. ძალიან მნიშვნელოვანი რამაა ეს. ეს კიდეთი პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებულად სამრევლო ეკლესიებში ავლენს თავს. ლიტურგიკული მსახურება ხშირად არის ხოლმე ზოგიერთისთვის და მრავლისთვის გადაქცეული ინდივიდუალისტური მსახურება. ანუ ადამიანი მოდის, მას აქვს პირადი დამოკიდებულება ღმერთთან, მაგრამ ჰორიზონტზე, ანუ
სამრევლოსთან ურთიერთობა არ სურს. Αυτή είναι μια αρρωστημένη. არ არის ეს ჯანსაღი განწყობაო. ჯერ ერთი წმინდა ზიარება მთელ სამყაროსთან გვაერთებს. Διότι προσφέρεται υπέρ της οικουμένης. იმიტომ რომ წირვა მთელი Πόσο μάλλον θα μας ενώνει με τους αδελφούς που είναι μαζί μας συμπροσευχόμενοι και συλλειτουργούμενοι. მithumetes უნდა გვაერთებდეს და ანუ ერთს გვხდიდეს იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც ლოცულობთ და ერთი ბარძიმი და ვეზიარებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენეული გამოცდილება იმ სიტყვებისა, რომელსაც კითხულობთ საიდუმლო ლოცვებში. როცა ვებედრებით უფალს, რომ ვეზიარებით რა, ქრისტე დაამკვიდრდეს ჩვენს გულში და გავხდეთ ტაძარი სულიწმინდის. რამდენად რეალისტურია ეს განცდის თვალსაზრისით, რამდენად ყოველ წირვაზე შეიძლება ეს მოხდეს. კაცი თუ ყურადღებითა ცხოვრებაც ყურადღებიანი აქვს, ყველა წირვაზე Διότι στην ουσία η κάθε λειτουργία, Πατέρ Θεόδωρο, თან ბოდიში სიგნომი და კაცი ყველა წირვაზეო είναι κάτι καινούριο, καινών γεγονός. იმიტომ რომ ყველა წირო არის ახალი მოვლენა. როგორც 40 უფალო შეგვიწყალეს რო ამბობს, სხვა განწყობით ამბობს, კაცი პირველ უფალო შეგვიწყალეს, სხვათი მე-20-ს და სხვათი მე-40-ს. ხარისხობრივად სხვა არის და ამიტომაც წირვაც ასეა, იმის და მიხედვით როგორი მომზადება გვაქვს, როგორი Γι' αυτό განწყობა, როგორი και στο წადილი, μοναχισμό ეგეთი ხარისხი აქვს წირვასაც. და მონაზვნობაში უფრო განვავრცობდი, როგორც ისიც ყოველ დღე ერთ და იგივეა, რუტინა არის. δεν συνηθίζονται ποτέ. კაცი თუ ყურადღებით ცხოვრობს, Διότι არასდროს არ ეჩვევა. κάθε φορά აი, ცუდი გაგებით არ ეჩვევა. και ο σπυρνός είναι διαφορετικός, იმიტომ რომ ყოველი დღე იმის და მიხედვით რა μια γρυπνία διαφορετική, αλλά και η θεία λειτουργία διαφορετική. ყოველი მწუხრიც და ყოველი სამსახურებას და Έχουν ყოველი κάτι το წირვა κενό, με განსაკუთრებით αλφαγιώτα, το κενό. ხარისხობრივად ახალი არის. Που αυτόν ეს არის რაც განავწყინია. ζωοποιείται για να აცოცხლებს διαφοροποιήσει. და მართლაც განიცდის, რომელიც დამკვიდრებულად ჩვენ გულში და ხდება სულიწმინდის ტაძარი. ჩვენ ესეთ დასკვნას ვაკეთებთ. ეს აზრი გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანია მისიონერობა. დღეს, როდესაც წიგნებთან წვდომა, წმინდა მამებთან წვდომა საყოველთაოა, ყველა შეუძლია ნებისმიერი წიგნი იშოვოს და წაიკითხოს. ყველა შეუძლია ინტერნეტში ნებისმიერი მოძღვრის ქადაგება მოისმინოს. აი ამის ფონზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე მძლავრი მისიონერული ინსტრუმენტი დღეს არის გულით, გულმხურვალებით აღსრულებული ლიტურგია. ყოვლითა სულითა და ყოვლითა გულით აღსრულებულიო, როგორც ვამბობთ. შობილ კვერებში. ვფიქრობ, თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ამისი ათონის თაზე. რამე თუ მოდიან ადამიანები, რომლებმაც ბერძნული არ იციან და ძალიან ბევრი მაინც ხდება, ბევრი ადამიანის გაქრისტიანება ლიტურგიის დროს. ალბათ ზოგადად ის სულიც არის, რომელიც აქ არსებობს. და ალბათ ეს ხალხი ხედავს, გრძნობს, ხდება, რომ მამები ამაში მონაწილეობენ გამოცდილებისეულად. არ არის მათი მონაწილეობა ფორმალური, ანუ განსაცვიფრებელია, აუხსნელია, როცა ენა არ გვესმის, მაგრამ შეიძლება 8 საათი მსახურებაზე ვიდგეთ. Εσύ τώρα έχεις γίνει μισός αγιορείτης. თქვენო უკვე ნახევრად ათონელი ხართ. Πόσες, 50 φορές ήρθες, 100 φορές στο შეიძლება Αγιορείτης. უკვე 50 ჯერ ხართ ნამყოფი ათონზე. ეს არის ღვთისწყალობა და თქვენი ჩვენდამი სიყვარულის დიდი გამოვლინება. Πάντα σας αγαπούμε και χαιρόμαστε όταν είστε μαζί μας. ჩვენ Και εσύ και ο Πάτερ Σάββας, ძალიან გვიყვარხართო და ყოველთვის გვიხარია თქვენთან ყოფნაო, თქვენцо, που είναι πνευματικό σας παιδί. რომელიც თქვენ სულიერი შვილია, και ο Σεραφείμ. Και ο Σεραφείμ და ασφαλώς. ბატონი სერაფიმე რა თქმა უნდა. ჩვენ როცა მოვდივართ ხოლმე, ესე იგი ჩვენზე ამბობენ ვატოპედში, რომ სერაფიმეს ბაბუა და мама მოვიდა. Όταν ερχόμαστε στο Βατοπέδι, τώρα πλέον λένε ήρθε ο πατέρας και ο παππούς του Σεραφείμ. Έτσι, έτσι. Τον έχουν μάθει τον πατέρα. Ο Σεραφείμ მიეჩვიონ უკვე და და ჩვენ რო დაგვინახავენ და სერაფიმე თუ ვერ დაინახეს, კი არ გვესალმებიან, არამედ გვეკითხებიან სერაფიმე სად არის. Και αν δουν μόνο εμάς και δεν είναι ο Σεραφείμ, ούτε μας χαιρετούν, λένε πού είναι ο Σεραφείμ. Βέβαια. Τον αγαπούμε τον Σεραφείμ. Ο Σεραφείμ όλα σου გვიყვარσო.
გერონდა გვინდა გვითხრათ აი როცა სახურება იწყება ღვთის სასუფეველის დიდებით. აი ყველა ასამაღლებელი არის ღმერთის დიდება. როგორ განგვიმარტავდით ლიტურგია როგორც ღვთის სასუფეველი, ღვთის სასუფეველის რეალობა, რომელსაც ჩვენ არ არის მარტო უბრალოდ ღმერთის βιώνει არამედ არის βιώνει τη Θεία Λειτουργία, მამისა და ძისა და სულისა წმინდის. βιώνει ადამიანი წირვაზე ღმერთის სასუფეველს, მამის, ძის და სული წმინდის სასუფეველს ასევე გამოცდილებისეულად. όταν λέει ότι უფალი რო ამბობს ღვთის სასუფეველი თქვენში არისო, მამის, ძის და სული წმინდის სასუფეველს გულისხმობს. ჟულის კანონში გქონდა წაკითხული, რომ სიწმინდის განახლების ლიტურგია შეიძლება ჩატარდეს დიდ მარხვაში ყოველ სადაკ დღეს. βέβαια εμείς στο Βατοπέδι κάνουμε κάθε μέρα. Ναι, εκεί πάει. ჩვენო ვატობეთში ყოველ დღე გვაქვს. Και τώρα μας καινορίες. ეხაო სამრევლოებით Στον Άγιο Δημήτριο Μπραχαμίου γίνεται κάθε μέρα Θεία Λειτουργία. ათენში არის ერთი ეკლესია წმინდა Θεία დიმიტრის Λειτουργιασμένο. რა. ათენის κաշούτσι. Στη Μητρόπολη Λεμεσού, στον Μητροπολιτικό Ναό γίνεται καθημερινή Θεία Προγιασμένη. საკათედრო ტაძარშიც ყოველდღიურად არის უკვე პირველ შეწირული. როგორც ჩვენ ვკითხულობთ წიგნებიდან, ეს დიდებული რამ ყოველდღე მსახურება, რასაც ქვია, დიდმა იოსებ ისიქასმა მიიღო მისი მოძღვისგან, დანიელ ისიქასტისგან. მინდა ჩვენი ბაბუის იოსებ ისიქასტის რაც ჰქონდა ტიპიკონი, ადგილს ქვია კრიანერა, ცივი წყლები ქვია იმ ადგილმდებარეობას. ფაქტობრივად ეს ტიპიკონი, წმინდა დანიელის ტიპიკონი არის უფლის საფლავის ტიპიკონია, იერუსალიმური ტიპიკონია. Δύσιν του ηλίου Αγιοταφίτες ზერო ჩადის საფლავის έκλεινε ο ναός. აგიოტაფიტეს ქვია საფლავის მცველები. Έκαναν μέχρι τα μεσάνυχτα ευχή μόνοι τους στα κελιά τους. მზის ჩასვლიდან Που ήταν στο υπόγειο του ναού, στα σπηλιά ήταν τα κελιά τους, στα σπηλιές. უფლის საფლავის ტაძარში, აღდგომის ტაძარში გამოქვაბულები ვით იყო, იქა და კელიები ვით. Και 12 η ώρα γίνεται η Θεία Λειτουργία μέχρι σήμερα. და მზის ჩასვლიდან 12 საათამდე ლოცულობდნენ იესოს ლოცვით და 12 საათზე იწყებდნენ Αυτό είναι წირვას. το τυπικό το οποίο έκανε ο γέρος Δανιήλο Ισυχαστή, და წმინდა დანიელმა იქიდან გადმოიღო ეს ტიპიკო. από τον οποίο προέλαβε η παππούς μου. და მე და ბაბუა Και εγώ όταν πήγα στον Μπουραζέρι λαϊκός 1975 წელს ერის კაცად რომ მოვედი ბურაზერიში, მივედიო წმინდა ბერ არსენთან, რომელიც იყო იოსებ ისიხასტის και αυτός ήταν ρωσοπόντιος. ბათუმშია გაზრდილი და იქნებ დაბადებულიც. და მეუნებოდა ხოლმე რომ ჩვენო რო იცოდეო, ვაქსო წმინდა საფლავის ტიპიკონი ქონდაო. ვაქსო. იმიტომ რომ უფლის საფლავის საძმოს ტიპიკონი ყოველთვის ასკეტური იყო. ამიტომაც მეც მომცა ღმერთმა ღირსი გამხატა რომ ეწირა და იცით რომ წირავენ მუხმოდრეკილები, დაჩოქილები წირავენ თვითონ საფლავში. Θυμάται ο Νεόφυτος. საინტერესოა, ჩვენ ანახი მაქვს გორის ეპარქიაში ტრაპეზი, სადაც რომ წირო უნდა მოხდეთ ადგილი. Ναι, και αυτά είναι, υπάρχουν. არის ეგეთები. თქვენ ახსენეთ შეხვედრა მამა არსენთან, ხშირად საუბრობთ თქვენს მოძღვარზე. აი ასეთი კითხვა რომ დავსვათ, თუნდაც სულიერი ცხოვრებისთვის ზოგადად და ევქარისტიისათვის ასევე კონკრეტულად. როგორი მნიშვნელობა აქვს იმ ცოცხალ პიროვნებებთან, ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც საღვთო მადლს ატარებენ თავის თავში, როგორი მნიშვნელობა აქვს ჩვენ სულიერ ცხოვრებაში მათთან ურთიერთობას. Είναι το σημαντικό πράγμα, το σημαντικότερο ευλογία του Θεού είναι αυτό. Βλέπετε στον პატერი ქსირო არის ამბავი ერთი ეგეთი. და აბა პიმენს ეკითხებიან დიდ პიმენს რომ როგორ შევიძინო ისაო ღმერთის შიში როგორ მოიპოვო და ღვთის შიში ნიშნავს სიწმინდეს ნიშნავს. Και λέει ο Αββασπιμήν, და ამბობს κολλήθητη ανθρώπο φοβουμένο των Θεών და პასუხობს აბა και τότε έξις φόβων Θεού. მიეკარიო, ანუ ძალიან ახლო იყავ იმ ადამიანთან, ვისაც აქვს ღვთის შიშიო. Δηλαδή προσφυλίσου, γίνου μαθητής. ანუ გახდიო ის მოწაფე, ვისაც აქვს ღვთის შიშიო. Παρακάθισε παρά τους πόδας.
მის ανθρώπους φοβωμένων των θεών. ფეხებთან გაიზარდა. Δηλαδή που έχει μέτρων θείων πρέπει να την έχει ანუ κατάσταση. იმასთან, ვისაც საღვთო მდგომარეობა აქვს. Και τότε έξις φόβων Θεού, τότε θα πάρεις τον αγιασμό. მაშინ შეიძენ შენცო სიწმინდეს მაშინ მოიპოვებ. Έτσι είναι. ეგრეა. წეგანას მე მსგავსი შეკითხვა დავსვი. დღეს სამწუხაროდ გავრცელებულია ესეთი ტენდენცია, როდესაც თანამედროვე თეოლოგები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ასკეზას და აი ამგვარ პიროვნებებთან ურთიერთობას. ის გარეშე არ არსებობს მართლმადიდებლობა, გვაძლევს ერთ დიდ საუნჯეს. ეს საგანძური საუნჯი არის Αυτή την εμπειρία θέλουμε να τη δούμε, να την ψηλαφίσουμε στους ανθρώπους της εμπειρίας. ამ გამოცდილებას ნახვა მარტო წიგნებში კი არ გვინდა ვნახოთ ადამიანებზე როგორ ხორციელდება ეს ამბავი. და ვკითხულობთ, რომ წმინდა მამები ასობით კილომეტრს გადიოდნენ ხოლმე და იმ დროს იყო სახიფათო იყო სიცოცხლისთვისაც ასეთი მანძილების დაფარვა და გადიოდნენ, რომ ვიღაცა ღვთის მონა ენახათ. ესე იგი არ იყო არამნიშვნელოვანი რამ. ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ ევქარისტია როგორც უმთავრესი ეკლესიაში არ შეიძლება არსებობდეს საეკლესიო გადმოცემასთან აი ესე უშუალო კავშირის გარეშე, რასაც ქვია ცოცხალ მემკვიდრეებთან კავშირი. სულიერ ცხოვრებას წმინდა მამები უწოდებენ ხელოვნებათა ხელოვნებას და მეცნიერებათა მეცნიერებას. წმინდა მამა გვირჩევს, რომ ვიპოვოთ ადამიანი, ისეთ ადამიანს დავმოწაფდეთ, რომელსაც აქვს ასკეტური და სულიერი ცხოვრების გამოცდილება, ღმერთის გამოცდილება აქვს. და მეც როცა სტუდენტი ვიყავი და ძალიან ήθελα να βγω γέροντα, ο οποίος έκανε υπακοή σε γέροντα. და არ მქონდა ბევრი ცოდნა სულიერი, ერთი რაც მინდოდა ძალიან იმ ბერის მოწაფე Και μάλιστα ευχαριστώ τον Θεό που βρήκα τον γέροντα Ιωσήφ, ο οποίος ήταν μαθητής αυτού του μεγάλου Αγίου της Εκκλησίας, του Αγίου Ιωσήφ. და ღმერთმა იმის ღირსი გამხადა, რომ ამ დიდი ბერის იოსების მოწაფე ვიყავი, რომლის მოძღვარი რომელიც იყო მორჩილებელი თავისი ბერის. Δεν έκαμε προκοπή, αλλά ελπίζω στις ευχές τους. და რა თქმა უნდა ვერ გამოვიყენეს დიდი წყალობა რაც ღმერთმა მომცა, მაგრამ აქვს მათი μακάρι έχοντες γνωστούς εν Σιών και οικείους εν Ιερουσαλήμ. მათი ლოცვის იმედით ვარ, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი, ნეტარი არის ისენიო, ვისაც ყავსო ნაცნობებიო იერუსალიმში და ნათესავები სიონში. ისაიასიაგა. გერონდა აი მღვდლობის ინსტიტუტში თავარი, აი სამღვდელო საქმეში ევქარისტია როგორც ყველაზე მთავარი საქმე მღვდლისათვის. რამდენად უნდა გქონდეს ეს ჩვენ გაცნობიერებული სასულიერო პირებს? ლების პირველი ასკეტური საქმეც, პირველი მისიონერული საქმეც, პირველი ვალდებულებაც იქნება არის შეწიროს უსისხლო მსხვერპლი მთელი მსოფლიოსთვის. ეგარი დასაწყისი და ბოლო ეკლესიაში. მე ჩემი სიტყვის ბოლოს მინდა რომ გერონდას მადლობა გადაუხადო იმ დიდებული ფილმისთვის, რომელსაც წმინდა პაისი ათონელი ქვია, ფარასი და ზეცა. გერონდისა ნიკოდიმემ ესეთი სიტყვა თქვა ბოლოში. ეს პირადად გითხრა. მამა ეფრემს საერთოდ არაფერი რო არ გაეკეთებინა ამ ფილმის გარდა, მის მოღვაწეობას უკვე აზრი ექნებოდა, იმდენი ადამიანი მოაქცია ამ ფილმს. სერემის გარეშე ვერ უყურებენ. დედავს ძალიან უყვარვარო და იმიტომაც ცოტა Ο παράδεισος είναι ακριβώς, Πάτερ Θεόδωρε. მამა თეოდორე 64 ძვირი არის, ეგ ძვირად ჯდებაო. Άντες ანგელოზების და კაცთა ენებიც რო ვილაპარაკო, მაგრამ ღმერთი თუ არ მიყვარსო ნამდვილად, ყველაფერი დანარჩენი არის კუფιος. წინწილი, რომელი ხმაყობს. ჩვენთან ჯერჯერობით მხოლოდ სასწრაფოდ ითარგმნა. ავტო გამოხმაურება აქვს. ძალიან კეთილშობილი ადამიანები არიან. საპატრიარქოს ჩართულია უკვე და საერთო ნახვები ტარდება. Μάλιστα, πολύ ωραία. ეგო ძალიან კარგი არისო. დიდი მადლობა ყველაფრის. ευχαριστούμε για όλοι. Τα ευλογείτε γέροντα. Ο Κύριος. Ერთმა დაგლოცოთ. მამა, როდესაც ამ შეხვედრის შესახებ შევიტყვეთ, გავეცანით მამა ემილიანე ვაფიდისის სიტყვას საღვთო ლიტურგიაზე. და ის ლიტურგიაზე საუბარს იწყებს
არა მხოლოდ უშუალოდ მსახურებით, არამედ სამღვდელო შესამოსლითაც, სამღვდელო შესამოსელზე საუბრობს თავდაპირველად. ის რაღაც ის სიმბოლურად განმარტავს და გვიჩვენებს თუ როგორი უნდა იყოს, როგორი შინაგანი ცხოვრება უნდა ქონდეს სასულიერო პირს, რომ მისი შესამოსელი განასახიერებს მის შინაგან ქრისტესშემოსილობას, თაბორის ნათელს. და იქიდან გამომდინარე, რომ თქვენც ქონიათ ურთიერთობა თანამედროვე წმინდა მამებთან, რომლებიც წირავდნენ პირველ მღვდლებთან, აქედან გამომდინარე, თუ გვეტყოდით, როგორ ემზადებოდნენ ისინი ლიტურგიისთვის და ზოგადად მომზადების შესახებ რო გვესაუბროთ. Προετοιμάζονταν να διαλείπτως, παιδί μου. შეიძლება ითქვას, რომ ისინი როცაო ვამბობო ვითარცა სახიერარს და კაც მოყარი, ანუ Νους ήταν στην επόμενη λειτουργία. უკვე ვიწყებო მე შეხვალინების მზადებას. ანუ Και λειτουργούσε ცხოვრება იყო მომზადება. για 42 χρόνια. და ფაქტობრივად 50 წელი ყოველ დღე წირავდა. κάθε μέρα. Ναι. Αλλά κάθε λειτουργία ήταν και διαφορετική όμως. მაგრამ ყველა წირვა იყო განსხვავებული. დიახ და თქვენ მამა ეფრემ კატუნაკელი ახსენეთ და ჩვენ მის ცხოვრებაში გავეცანით, რომ თუ როგორ იცავდა, როგორ ზედმიწევნით იცავდა ის სინდის უშუალოდ ლიტურგიის წინ. ეგ ძალიან დიდი წმინდანი იყო რა. Πολύ σπάνιος. იშვიათი წმინდანი. ნუგეში რომელსაც ღმერთი აძლევდა. Έβλεπε την χάρη της μεταβολής των Τιμιοδόρων σε κάθε τέτοια λειτουργία. ყველა წირვაზე ხედავდა ძღვნის შეცვლას. Και μου λέει, παιδί μου, μόνο μια φορά δεν την είδα τη χάρη, μια φορά και στενοχωρήθηκα. Ναι. ერთხელო ვერ ნახეო მარტო წირვაზე. Και ρωτώ τη χάρη, γιατί να μην τη δω σήμερα τη და χάρη. შევწუხდიო. Επειδή κατέκνες χτες έναν επίσκοπο. იმიტომ რომ აი αυτό δεν είναι. Ναι, γι' αυτό. ერთხელო ეპისკოპოსი განმიკითხეო და მე რომ მადოს რო ვკითხე რატო ეპისკოპოსი განმიკითხიაო. Είναι σημαντική η ακρίβεια της συνείδησης. Დამნიშნულოვანია კაცმა სინდის სუფთა Είναι დაიცვას. δογματική προϋπόθεως της πνευματικής αισθήσεως της λειτουργίας. წირვაზე რო კაც სულიერი შეგრძნება ქონდეს, ამის დოგმატური შეიძლება ითქვას წინაპირობა არის, რომ სინდის უნდა ქონდეს სუფთა. ძალიან დიდი მადლობა გერონდა. ქრისტობოლი იგია. იმისთვის რომ ესეთ ამდენ დროს გამოყოფთ ჩვენთვის და ამ დიდ სულიერ ნუგეს არიშურებთ ჩვენთვის. Rati Ianze. დამლოცეთ გერონდა. Κύριος. ჩვენ გარკვეულწილად შეეხეთ ამ საკითხს, თუმცა მაინც მას გითხრა მამა ემილიანიც მამა გერონდა იოსები გაიხსენეთ და ასე მამა ემილიანი ამბობს წირვის თავარ ასამაღლებელზე კურთხევლად მეუფება რომ იწყება ამ დროს ავიწყდება მღვდელს თავისი ოჯახი სამყარო და გულსა გონებას მიაპყრობს სექციური საიდუმლოებისკენ. ყოველივე მსოფლიოაც დაუტევო ზრუნვაო, ხო ამბობთ? ადამიანის გულიცა და გონებაც იმხელა სიამოვნებას იღებს წირვის დროს, რომ ავიწყდება, ბუნებრივად ავიწყდება ყველაფერი. ასევე ერისკაცებმა ეს მღვდლის გამოცდილება კი ბატონო, მაგრამ ერისკაცებმა როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ Μπορούμε να το βιώσουμε και λίγο. Δεν είναι άλλο Ευαγγέλιο εμείς και άλλο εσείς. უყურეთ, თქვენთვის და ჩვენთვის სხვადასხვა Άγιο Πνεύμα სახარება δεν πήρε σύνταξη στον κόσμο. სულიწმინდა ერში პენსიაზე არ გასულა. ამიტომ თქვენც თუ გაირჯებით და მოემზადებით, იგივე გამოცდილება გექნება. თქვენც ბევრი რამის პოვნა შეგიძლია. დიდი მადლობა. არისტობოლი, რატოს ერქით იგივე. Valeri Kamkhadze. ლოცეთ გერონდა წმინდა იოანე ოქროპირი ისევ ლიტურგიასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ლიტურგიისას, როდესაც სახარება იკითხება, ანუ როცა მორწმუნეები ღვთისმსიტყვას ისმენენ, ამ დროს ეს არის ადარებს სამოთხეს წმინდა იოანე ოქროპირი აი ამ პერიოდს და ამბობს, რომ ამ დროს სულიწმინდის წყარო ჩქებს, ესეც სიტყვებს ამბობს განმარტების დროს. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს და გავაცოცხლოთ ჩვენ სულიერ ცხოვრებაში, რომ აი ეს გულხურვალება და ეს სისავსე, ანუ როგორ მივიტანოთ ჩვენი თავი უშუალოდ აი ამ მომენტამ წირვისა
და შემდეგ უკვე ცხოვრებაშიო წმინდის წყაროს ჭირთო? დიახ. Με τα ζεούσης καρδίας στη Θεία Λειτουργία. წირვაზე მთელი წირვის განმავლობაში უნდა ვიყოთ ხურვალე გულითა და დიდი ლოცვითი ყურადღებით რა, სულ ძალიან ისეთი მობილიზებულები რა. დიდი მადლობა. არისტოპოლე. აბა სულხანი ჩართეთ მიკროფონი. დამლოცეთ გერონდა. ლეგიტა იერონდა. Χριστέ άκτα. ჭეშმარიტად აღსგა. როდიში ტექნიკური ხარვეზი იყო რაღაც არ ჩაირთო ხმა. გერონდა ამ თემას გავაგრძელებდი, რასაც ვალერთან საუბრობდით. აი ლიტურგიაზე ის ყურვალება და ლოცვითი განწყობის შენარჩუნებისთან დაკავშირებით, აი როდესაც კვერექსი იწყება, პირველ კვერექსში ესეთი სიტყვები არის, ხო? პირველ ასამაღლებელი შემდეგ შვიდობიანი კვერექსი არის, რომ შვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. ესეთი სიტყვები ღერს. ამ სიტყვებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, აი მწირველი მღვდელი რას გრძნობს ამ დროს, რა მშვიდობაზეა საუბარი? Ειρήνη πρέπει να έχουμε μέσα. Δεν υπάρχει ψυχολογική κατάσταση. არ არის ფსიქოლოგიური. Η ειρήνη δεν είναι η απουσία του πολέμου. მშვიდობა არ არის ომის არყოფნი. Η ειρήνη είναι η παρουσία του Χριστού ως άρχοντος ειρήνης. არამედ ქრისტეს თანყოფნა, როგორც მშვიდობის Ο მთავრის. προφήτης Ισαΐας των Χριστών των Άσαρκων, που λέει για τη σάρκωσή του, τον ονομάζει άρχον ειρήνης. ისაია πατέρα του μέλλοντος αιώνος. ისაია ჯერ კიდევ უსხეულო ღმერთის სიტყვას უწოდებდა მშვიდობის მთავარს Ο ქრისტეს. Απόστολος Παύλος που ερμηνεύει το σεσαρκωμένο θεολόγο, იგივე ღმერთის სიტყვას ოღონდ უკვე განკაცებულს და ხორჩესხმულს λέει ότι ο Χριστός εστίνει ειρήνη ημών. მშვიდობას. ქრისტე არისო ჩვენი მშვიდობა. Άρα η ειρήνη είναι ο Χριστός. ესე იგი მშვიდობა არის ქრისტე. και επομένως η ειρήνη. Εν ειρήνη μαζί με τον Χριστό θα διηθούμε. Ფაქტობრივად ვამბობთ ქრისტესთან. Δηλαδή μαζί με τη χάρη θα διηθούμε. ვილოცოთ ქრისტესთან ერთად. Δεν μπορεί παιδί μου ο άνθρωπος να κάνει τίποτε πνευματικό αν δεν τον βοηθήσει ο Θεός. იცოდეთ რომ ადამიანს არაფერი სულიერის გაკეთება არ შეუძლია თუ არ დაეხმარება ღმერთი. ჩვენი საქმეებით ღმერთს ჩვენ არჩევანსა და განწყობას უჩვენებთ, მეც არაფერს. ანუ თუ სწორად მივხვდი, საუბარია იმაზე, რომ ლოცვითი განწყობა შევიქმნათ და უფალთან კავშირით, ანუ მშვიდობის წყარო, მშვიდობა გახორციელებული ქრისტე მოვიპოვოთ. საჭიროა მოუკლებლად ლოცვა. ყველა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს ის თუ რა დიდი რამ არის მოუკლებელი განუწყვეტელი ლოცვა. მადლობა, გერუნდა. არისტოიერო. Ζακαρία Μπλιάτζε. ევლოგიტე იერონდა. Ο Κύριος. ღმერთმა დაგლოცოთ. მამები ამბობენ, რომ რომელი ქერუბიმთა ზგალობით ეკლესია მოგვიწოდებს ქრისტესთან ერთად გოლგოთისაკენ მოწამეობრივი გზით სვლას. რაც აღესრულება გულში ყოველგვარი მიწიერი საზრუნავის დატევებით, რომ ანგელოზებთან მომავალი ქრისტე შევიწყო. ამინ. ამინ. თუ შეგიძლიათ ლიტურგიის აი ამ მონაკვეთის შესახებ რომ გვესაუბროთ, არის თუ არა ეს ერთგვარი მომზადება მსახურებისათვის და რას გვასწავლის პირადად ჩვენ მსახურების ეს მონაკვეთი? ის რაც უნდა გავაკეთოთ და ვეცადოთ ამ მომენტში და რისკენაც მოგვიწოდებს, ეს არის რომ ამ დროიდან მაინც დაწყებული თუ აქამდე ვერ მოახერხეთ 100%-იანად, მთლიანად მიუძღვნათ თავი ღმერთს და ყველაფერი სხვა ჩამოვიშოროთ. თუ ეს მთელი გულით წადია და მინდა ღმერთი ამ წადილს აგვისრულებს. გერონდა ერთი ასეთი საინტერესო განმარტება მოვისმინე, როდესაც ლუკა და კლეოპა ემაუსისაკენ მიემართებიან, აი მათი სვლა შედარებული იყო ლიტურგიის მსვლელობასთან. სადაც არის გახსენება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებისა და ქრისტე როდესაც მათ განუმარტავს, ეს აღსრულდა ქრისტეში. γνώρισαν να αντικλάσει του άρθρου. პურის ტეხვაში, ანუ წმინდა ზიარებაში შეიცნეს უფალი. ქრისტე მთელი დიდებულებითა და ღვთისმშენიერებით
შეიცნობა ზუსტად პურის ტეხვაში, წმინდა ზიარების საიდუმლოში. Το δισκάριο. Აიგიოს პაისიოს. წმინდა პაისის აქვს ნათქვამი, რომ ბევრჯერ დაუნახავს ქრისტე ფეშხუმზე, წმინდა პური დაუნახავს ქრისტეს Ეფრემ კატონაკეlis πολλές φορές είδε το Χριστό. წმინდა ეფრემ კატონაკელმა ძალიან ბევრჯერ. Όπως τον επιτάφιο έτσι. Როგორცო ქრისტესო ისევ ხედავდიო ფეშხუმზეო, როგორცო გარდამოხსნაზე არისო გამოსახული. დიდი მადლობა. მამა. Ευχαριστώ. Ο Πάτερ Σάββας δεν τον ακούσαμε. Μάμα Σάββας αδάριο, დღეს მისი ხმა არ გაგვიგიაო. მამასა. Ω, Πάτερ Σάββα. Δεν θα πει κάτι ο Πάτερ Σάββας. ფერსარი ტყვისო ესა. Μάμα Σάββα. მე მირჩევნია თქვენს ფერხთით ვიჯდე და გისმინე. Όπως είπατε, προτιμώ παρά τους πόντας σου να κάθομαι και να ακούω. Αρκεί με του βλέπεις, όπως είπε στον Αβαντώνιο. Άντωνη დიც უთხრა ერთმა გახსოვთ, რატო არაფერს არ ამბობ, ამდენ ხანი რომ მოდიხარო და ჩემთვის საკმარისიაო ვიჯდე და გიყურო. Πολύ ωραία. Προϊευόμεθα της χαράς όταν θα έρθουμε εκεί. Πρώτο Θεός. Το Σεπτέμβριο. გვიხარია ისო ბოდიში წინასწარ გემოსუხილავთ იმ სიხარულს, რომელსაც ღმერთს თუ უნდა თქვენთან შეხვედრით ვიხილავთო, როცა ჩამოვალთ. რაღაცას ვიჭვი თუ შეიძლება. Μπορεί να προσθέσω κάτι. Да, εκεί. ფსალმუნებს ვახსენებდით. ქართულად ფსალმუნები არის ნათარგმნი გიორგი ათონელის, ივერონელის მიერ. ასევე სახარებები, ლიტერატურული შედევრია ფსალმუნები ისია ნათარგმნი. და აი რომ ეს რომ განვავრცო ათონის და საქართველოს კავშირი. ჩვენი პატრიარქის მოძღვარი იყო ათონელი მამის წმინდა ალექსი შუშანიას სულიერი შვილი. როდესაც ლიტურგიაზე ვსაუბრობთ, ახალგაზრდებს არ ახსოვთ, როგორ წირავდა პატრიარქი და მისი გაზრდილები არიან დღევანდელი ეპისკოპოსები. მეუფე შიო, მეუფე ანდრია, მეუფე თეოდორე, მეუფე საბა, მეუფე დავითი, უამრავი არ მინდა გამომჩეს, მეუფე დანიელი. აი ამ მემკვიდრეობას ატარებენ და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რო ათონზე ჩამოვედით, ვიყავით მომზადებულები, რომ გაგვეგო ის რაც ათონზე ხდება. მადლობა მინდა ვეუთხრათ ჩვენს პატრიარქს. Όλοι μας ευχαριστούμε τον Πατριάρχη. პატრიარქის მადლიერები ყველანი, იმიტომ რომ თქვენი პატრიარქი უნიკალური შემთხვევაა. Είναι άνθρωπος του Θεού. არის ღმერთის კაცი. როდესაც რაღაცა ნუგეში მინდა ხოლმე, ძალიან ხშირად ყოფილა სიზმარში მოდის და რაღაცას მეუნება. Δόξα τω Θεώ. იდევა ღმერთს. ბულგარეთიდან ეთერი. ქრისტიანს დამლოცით გერონდა. ევლეგიდა ერნდა ქრისტოს ანესტ. Χριστιάκτα. ჭეშმარიტად დასკა. მე ვარ ეთერი, ბულგარეთში ვცხოვრობ ამჟამად. ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ. მამა ემილიანე ამბობს, რომ ლიტურგია არის ფანჯარა ზეცაში. რას ნიშნავს ეს ფრაზა თქვენთვის და როგორი უნდა იყოს ჩვენი მზაობა, რომ ეს ჩვენი გამოცდილება გახდეს? ცათა სასუფეველს რო განიცდის კაცი, მაშინ ამ ფანჯარასაც განიცდის რა. იგივეა რა, რასაც ვამბობ ცათა სასუფეველს გაცდა არის ფანჯარა ზეცაში მაგას ნიშნავს. ამას უნდა დიდი დაჟინებითა და კაი გაგები დაჟინებითა და გულის ტკივილით ძიება და თხონა ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, როგორც ხედავთ, ეხლა ბულგარეთში ვარ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში მიცხოვრია სტუდენტობის დროს და მანამდე და ლიტურგიის გამოცდილება, ლიტურგიის პრაქტიკა ერთი და იგივე ქალაქში, სხვადასხვა სამრევლოში სხვადასხვა მინახავს. Εντάξει, αυτά είναι δευτερεύοντα όμως. ეგ მეორე ხარისხოვანი რამ არის. Η ουσία του μυστηρίου είναι μία σιωπή. არსი ერთია, ერთი და იგივეა ყველგან. როგორ უნდა ვუყურო ამ სხვადასხვა მრავალფეროვან გამოცდილებას გულისხმობ, რომ ზოგ ტაძარში ხშირად ეზიარებიან, ზოგგან არ ეზიარებიან ხშირად ერთი და იგივე ქალაქის სხვადასხვა სამრევლოში. როგორ უნდა ვუყურო რიგითმა საერო მრევლმა? შენ თავზე იზრუნე მარტო, შენ როგორ ნაი მონაწილე Εμείς απασχολούνται οι κανόνοι άλλοι. დაანებეს ხვევსო ვინ როგორ აკეთებს. არ ვიცი Συνάχει რა είναι თუ πνευματικό აკეთებს. και να κάνεις υπακούει. შენ ყავდეს მოძღვარი, რასაც მოძღვარი გეტყვის და როგორც გეტყვის ეზიარო და ისაქნა, ეგრე გააკეთე. ანჩელინმა რაც უნდა გააკეთე.
მადლობა. Θα τελειώσουμε τώρα. დავამთავროთ შემთხვევა. Ευχαριστούμε πάρα πολύ, Πατέρ Θεόδωρε. დიდი მადლობა მამა თეოდორე. Χαίρομαι πάρα πολύ που μιλήσαμε μαζί και με όλους τους δικούς ძალიან σας გაგვიხარდა και με όλους τους თქვენთან αδερφούς შეხვედრა. απανταχού της οικουμένης. არა მარტო ქართველებთან, არამედ მთელი სოფლიოდან, ვინც ჩვენთან იყო ეხა ჩართული. Ευχαριστούμε και την Ελένη Κισίδου που απέδωσαν στην νοηματική მადლობა γλώσσα ქალბატონ ელენეს, რომელიც მუნჯებისთვის რო თარგმნიდა. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ საყვარელი პატრიარქი საქართველოს. και όλους σας. და ყველა თქვენი მადლიერება. Είμαστε μαζί στη Θεία Λειτουργία πάντοτε. ყოველ წირვაზე ყველანი ერთად ვართ. Χριστέ Χριστός Άχτα, Ανέστη. αληθώς Ευλογείτε Ανέστη. Γέροντα. Χριστός Ανέστη εκ νεκρών θανάτων. ქრისტე აღდგა მკვდრეთი სიკვდილთა Έδειξε τη ζωή სიკვდილისა μας στη ζωή დამსხვრელი Χριστού. დათაფლობის შინათა ცხოვრების მომნიჭებელი.